მოგესალმებით, ხალხო, მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო განვითარდა დღეს მოვლენები და იმას ვიტყოდ, ჩვენ შევეცდებით, რომ ამა თუ იმ დოზით მაინც ინფორმირებული გაგხადოთ და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს აი ბოლნისის მოსახლეობასთან დამოკიდებულება ხელისუფლებისა და ამაზე მწვანეთა პარტიის საპროტესტო განცხადებების შეფასებები, ასევე მე ვფიქრობ და გია გაჩეჩილაძე ყავს მწვანეთა ლიდერი სტუმრად მე მახსოვს თქვენ გაზაფხულზე საპროტესტო აქციას კი ჩაატარეთ და მახსოვს პარლამენტის ის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გაასაჩივრეთ. როგორც ჩანს, მართა ბოლნისის აი ამ კვარციტის და მადნეულის ესე ვთქვათ, მიყენებული ზარალის ის უნდათ ნიველირება და იმიტომ მიიღო იმ პარლამენტმა ეს კანონი. მე უბრალოდ მაკვირვებს გია ბატონო ასეთი აი ღია და აშკარა ლობირება რუსული კანტორისა საქართველოს პარლამენტის მხრიდან რატო ხდება და თქვენ ბრძანეთ დღეს მე არც ვიცოდი რომ 14 სოფელი ბოლნის რაიონში იმ წყლით მარაგდება რომელიც აშკარად მოწამლულია და სიანიდების მთელი ჯგუფი არის ვიღა რომელიც წყალში გადადის. მოდით აი ამ თემაზე დეტალურად ვისაუბროთ, თქვენი აზრიც მაინტერესებს. ახლა მე ვიცი რომ ევროპარლამენტში მე-13 მწვანეთა პარტიის წევრები არიან და აი თუნდაც აი თქვენ რატომ არ მიაწოდეთ კომუნიკაცია თქვენ მწვანე კოლეგებს საქართველოს საკითხი იხილებოდა და საერთოდ ამ თემის გარშემოს ბევრი მინდა რომ ვისაუბროთ და იგივე თუნდაც ეს სააკაშვილის რაღაც საეჭო ვითომ ჩართული მიკროფონით თუ გამოვთავი მიკროფონით რაღაცა შხუტული რო ქონდა ვანიჩკასთან ამაზეც თქვენი აზრი. გისმენთ და დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ ესე ოპერატიულად პრობლემები, რომელიც საქართველოს აწუხებს და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, რომ გააშუქოთ. მე მინდა ვთქვა, რომ და პირველ რიგში დიდი მადლობა მოუხადო საქართველოს იმ საზოგადოებას, იმ ნაწილ საზოგადოებისა, რომელიც ჩვენ აქციაზე იყო 22 აპრილს. გახსოვთ უზარმაზარი აქცია იყო და რომელიც მიძღვნილი იყო სწორედ იმ კანონთან, რომელიც იმ რაღაცა უცნაურ, ესე იგი, უპრეცედენტო შემთხვევასთან დედამიწის ზურგზე, როდესაც ამათმა მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც თუ ფულს გადაიხდი, ასე იგი შეგიძლია დაწვა ტყე, მდინარეში ჩაასხა შხამი, გამოაბოლო ტოქსიკური ნივთიერება, პირში შეაბოლო, 1000 უბედურება ეროვნულ პარკში შეხვიდე და ესე გაჩეხოთ ტყე, ოღონდ ფული გადაიხადე. ხო, მოკლედ ერთი ამბავი და მაშინ ჩვენ მოგეხსენებათ თქვენი საშუალებით ძირითადად ბატონო დავით საზოგადოებას გავაგებინეთ ამის შესახებ და ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ პროტესტი მოყვა საზოგადოების ამასთან დაკავშირებით. თქვენ იცით რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს შეტანილი ეს არჩეული დასავლეთშიაც ეს ყველაფერი გაგზავნილია, გველოდებით იქ რეზოლუციების ასე ვთქვათ მიღებას ამასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს რომ ასე ვთქვათ კიდე როცა ჩვენ დაგვჭირდება საზოგადოება ჩვენ კი ახლა ქვეყანას რო დაჭირდება საზოგადოება კიდევ ამოგვიდგება მხარში. მაგრამ საქმე რაშია იცით რომ როცა რაც დრო გადის მით უფრო ეს ფრჩხილები იხსნება ხოლმე. გასაოცარი იყო მაშინ ეს ოპერატიულობა რომლის მიხედვითაც ეს კანონი მიიღეს ეს რაღაცა საშინელება საქართველოს განადგურების გაყიდვის და განადგურების კანონი. და ეხლა უცებ ჩვენ ჩაგვივარდა ხელში ოფიციალური დოკუმენტი. ეს დოკუმენტი გახლავს აი ბეჭდებიც არ ტყია და ხელმოწერებიც არის, პრემიერ-მინისტრი განებულებაც არის და ასე შემდეგ. აი ამ ასე ვთქვათ დოკუმენტის მიხედვით ხელი მოეწერა რუსული მეპატრონეები რო ყავს, კვარცის და მადნეულის ოქროს გამამდიდრებელი დამამუშავებელი კომბინატები რო არის ბოლნისში. და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აი ამ რუსულმა კომპანიამ უნდა გადაიხადოს 13 მილიონი ლარი და პირდაპირ წერია, რომ აი ამ პერიოდში 20 წელია მითითებული ბატონო დავით, 20 წელი გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ჩადენილი ქმედებებზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრებათ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის ჯარიმა,
ზიანის ანაზღაურება, ასევე რაიმე სახის ვალდებულება, მოსაკრებელი და ასე შემდეგ. მთელი პასუხისგებლობა მოუხსნეს. სულ 13 მილიონად. 13 მილიონად, ბატონო დავით. საგიჟეთ. ესე იგი, ეხლა კიდე მე ზუსტად აი ესე იგი შეთანხმებიდან ვკითხულობ. აი ამ პერიოდის განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ეს ამ კომპანიის მიერ ჩადენილი განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად. რას? ეხლა ეს ნორმალური ამბავია, ბატონო. თამას მინისტრი აწერს ხელს. აგერ არის. სამინისტრო, მინისტრი და დაინტერესებული პირის სახით ვიღაცა აწერს იმ რუსული კომპანიის. ესე იგი, რომ დაწამლოს ის 14 სოფელი, არავითარი პასუხისმგებლობა არ ეგვიოს. ეს 13 მილიონი არა. 13 მილიონად გამიყიდეს ბოლნისის ესე იგი სიცოცხლე, ბოლნისის რაიონის სიცოცხლე აი ამ ესე იგი რუსულ კომპანიას. ეხლა რა ხდება იქ ბატონო დავით სინამდვილეში? თქვენ წარმოიდგინეთ ესე, უბრალოდ მოკლედ ვიტყვით, რომ საზოგადოებას ეს მოსმენილი აქვს არაერთხელ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის კომბინატი არის ერთ-ერთი უმძიმესი ეკოლოგიურად, ასე იგი, საშინელი, ასე იგი, ზიანს აყენებს მოსახლეობასაც, მცენარეებსაც, ბუნებასაც და ასე შემდეგ. იქ არის ერთი მდინარე კაზრეთულა, რომელიც საშინლად ბინძურდება მძიმე ლითონებით. აი ესეთი მძიმე ლითონები, როგორც არის კადმიუმი მაგალითად, სპილენძი, თუთია და სხვა მთელი სპექტრია მძიმე ლითონების. ეს მძიმე ლითონები, ბატონო დავით, არის მაღალ ტოქსიკური ნივთიერებები და განსაკუთრებით კადმიუმი, რომელიც არის იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მუშაობს, ანგრევს ფაქტიურად და ამიტომ არის, რომ აი ეს დაბინძურებული წყალი, რომელიც კაზრეთულას საშუალებით მერე ჩადის მდინარე მაშავერეზის, ის უფრო დიდი მდინარეა. და იცით როგორ არის გაკეთებული? სადაც ჩადის, იქ არის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა. პირდაპირ სარწყავ არხში ჩაედინება. მაშავერას ხო აბინძურებს, რომელსაც ისე აწხმარობს მოსახლეობა. და გარდა ამისა, ეს კაზრეთის ესე იგი სარწყავი არხი ქვია ამას. ის 15 სოფელს ამარაგებს სარწყავი ესე იგი არხით. და აი ეს მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს, ბატონო დავით. გერმანელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს სპეციალური კვლევები და ესე იგი აღმოაჩინეს, რომ ესე იგი აი ამ სარწყავ წყალში სპილენძის შემცველობა დასაშვებ ნორმებს აღემატება 40 ჯერ. ცინკის შემცველობა 3 ჯერ, კადმიუმის შემცველობა 3 ჯერ. სასმელ წყალში 33 ჯერ. დასაშვებ ნორმა. დასაშვები ნორმა ისიც არის, რომელსაც უკვე საფრთხეს წარმოქმნის ადამიანის ორგანიზმში. და ეს ყველაფერი მერე ხო ირწყვება და ნიადაგში გადადის, ხო? ესე იგი, ნიადაგში სპილენძის შემცველობა გაზრდილი არის 10 ჯერ. თუთიის 5 ჯერ, კადმიუმის 4 ჯერ და მერე იქვე არის დასკვნა, რომ ეს პროდუქცია შეუსწავლია, ეს ხო ბოსტნეულის და ხილის არის. თბილისის ამარაგებენ. თან უნიკალურია, იმიტომ რომ საიმოსავლის მიღება შეიძლება. და პროდუქციაც არის გადასული, განსაკუთრებით ეს კადმიუმის სპილენძი, ეს მძიმე ლითონები. და მერე ეს ყველაფერი ხო მარტო იქ არ იჭმება რა, მერე მოდის თბილისის ბაზრებზე, სხვა ბაზრებზე და ეს ვრცელდება, ეს უბედურება მთელი საქართველოს მასშტაბით. და ამიტომ არის, რომ იქვე არის დასკვნები, რომ ესე იგი იმდენად არის გაზრდილი ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი თვითონ ბოლნისის რაიონში, რომ ესე იგი თუ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებათა რაოდენობა, იმ რაიონში არის 4 ჯერ გაზრდილი. და აი ეს მძიმე ლითონები იწვევენ ესე იგი სიმახინჯეებს ახალშობილებში, ანემიებს, ესე იგი ონკოლოგიურ დაავადებებს, სისხლის მიმოქცევის დაავადებებს და ასე შემდეგ და იქვე არის აღნიშნული ყველაფრის ამის საშინელი ესე იგი კატასტროფული ზრდა არის და იქ არის ერთი დასკვნა კიდე, რომ პროფესიული დაავადებების თვალსაზრისით ამ რაიონში ესე იგი სიკვდილიანობა არის ყველაზე მაღალი. ესე იგი კაზრეთში ყოველი 10-დან 9 პროფესიული დაავადებებით იღუპება. აი ესეთი მდგომარეობაა.
და აი ამის შემქმნელ, ესე იგი, აი ამ რუსულ იმას 13 მილიონი გადაახტევინეს და უთხრეს. რომ ესე ყველაფრისაგან თავისუფალი ხარ, აი ეს ხალხის ფეხებზე კიდია, ეს ბოლნისის რაიონის მოსახლეობა უნდა გაითვალისწინოს, მეგო. ესე ყავხართ განწირულები ამათ. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ რა არის ბატონ დავით? ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს კანონი, ეს უბედური კანონი, რომელიც ამათმა მიიღეს, რომელიც ახლა ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს რა, როგორც ჩანს, ამასთან ამ რუსული ფირმის მოთხოვნით არის მიღებული და რატო? იმიტომ რომ ესე იგი ეხლა გამოჩნდა ინფორმაცია, რომ თებერვალში დაწყებულა მოლაპარაკებები, ასე ვთქვათ, აი ამ ახალი რუსულ კომპანიასთან. ეხლა ეს ახალი რუსული კომპანია ადრეც რუსებს ჰქონდათ, იცით თქვენ, პრამიშლენი ინვესტორი იყო და ასე და ასე შემდეგ. ეხლა სხვა რამე ქვია ამათ ქვიათ, ესე იგი, პრამიშლენი ინვესტორი ხო ერთხელ კაპიტალ ჯგუფი ქვია. ეთყობა რუსებმა ამ ახალ ჯგუფს გადააბარეს, იმიტომ რომ ამ კაპიტალ ჯგუფს სომხეთშია კიდე ამდაგვარი საბადოები აღებული და რეგიონალური, ესე გამსხვილდნენ რეგიონალური მასშტაბის ის გააკეთეს, ხო გესმით? და როგორც ჩანს ეს მოლაპარაკებები რომ მიდიოდა, იმათმა მოითხოვეს ამის გაკეთება. და ამათმა იმიტომ გააკეთეს ოპერატიულად ეს ამბავი. გამიკვირდა თან ის. იმიტომ რომ კანონი ახლა თებერვალში ეს მოლაპარაკებები მიდიოდა ბატონ დავით და 20-მდ სამ პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და ესე იგი მაისში უკვე მოეწერა ხელი აი ამ შეთანხმებას, აი ამ მოსახლეობის განადგურებისა და ბოლნისის რაიონის ეკოსისტემთან დაკავშირებით. თქვენ მგზავნეთ რომ 10-დან 9-ო პროფესიული დაავადებით იღუპებაო კაზრეთშიო. წესით ყველა ოჯახს შეუძლია მოსთხოვოს ამ საწარმოს კომპენსაცია. და ამ კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ აწია რა. მიცვალებულები არ ვიცი, მაგრამ ოჯახის წევრებს ხო შევეძლოთ თეორიულად რომ რა თქმა უნდა, თუ იქნება დამტკიცებული, რომ ეს პროფესიული დაავადებით არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არსებობს კანონი ბატონო. ხო, მეც ვიცი. დავით ქიმიური, საშუალო ქიმიური ნივთიერებების ესე იგი და ზიანის მიყენების შემდეგ კომპენსაციების შესახებ. ჯერჯერობით ეს კანონი არსებობს და როგორ გამორჩათ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ამასაც გააუქმებენ. ეხლა მე იცით რა მინდა გითხრათ, რომ როდესაც ეს მივხვდით, რომ ეს რუსეთის ასე ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთეს, უცებ დავფიქრდით ლაზიკასთან დაკავშირებით ბატონო დავით. ძალიან უცნაურ რაღაცას გეტყვით ეხლა. ლაზიკასთან დაკავშირებით ამათმა კონსტიტუციაში ხო შეიტანეს ცვლილება. კი. არარსებული უპერსპექტივო სუბიექტი, რომელიც ჯერ არ არსებობს, ქაღალდზეაც კი უცებ, ასე იგი, აღმოჩნდა საქართველოს კონსტიტუციაში. მე ეხლა გუშინ გამოჩნდა ესეთი ინფორმაცია, რომ ჩინელებმა საქართველოში იყიდეს ბაზის ბანკი. ხო, მეც გამიკვირდა. რაში დაშვიდათ? ეხლა აბა დაუკავშირეთ ეხლა იგივე სქემა, რომელიც ამ რუსულ კომპანიასთან გაკეთებული ბოლნისთან დაკავშირებით არა და დაუკავშირეთ ლაზიკას პროცესი. როგორ ჩანს, იქაც ფარული მოლაპარაკება არსებობს ჩინელებთან. ჩვენ გახსოვთ ერთხელ საუბრობდით ლაზიკასთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, მაშინ თქვით, რომ ერთადერთი ვარიანტი პოლიტიკური ასეთი ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც ამ სიგიჟეში შეიძლება ფული ჩადოს, ეს არის ჩინეთი. ეს არის ფოთი, ეს არის შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც შეიძლება პორტი გაკეთდეს. ეს არის ასე ვთქვათ ტერიტორია, სადაც შეიძლება 500 მილიონი კაცი, 500,000 კაცი ჩაასახლოს და ამის გაკეთება შეუძლია, ვისაც ფული აქვს და დიდი ბევრი მოსახლეობა ყავს და აქვს პოლიტიკური ინტერესი. ესეთი არის ჩინეთი. ჩინეთი ამდაგვარ რაღაცებს ფოთაშვილის აკეთებს აფრიკაში. დიდფულს ხრის იქა, აზიის გარკვეულ ქვეყნებში. სინგაპური მაგათი არა. და მოსახლეობის, ესე იგი, ასე ვთქვათ, გადინების საშუალებით მე იქმნის თავის არეალებს და გეოპოლიტიკურ გავლენებს. და აი ეს კონსტიტუციაში რო შეიტანეს ეს ლაზიკა, ანუ ვიღაცას მიცეს გარანტიები, რომ აი კონსტიტუციაში გვაქვს შეტანილი და ამიტომ ჩვენთან თუ კონტრაქტს გააფორმებთ, ანუ კონსტიტუციიდან ვერავინ ვერ ამოიღებს ამას და ამიტომ ეს არის თქვენი პერსპექტიული გარანტია. და აგერ უცებ ბაზის ბანკის ყიდვა, ესე იგი, საქართველოში და ანუ ის ფინანსური წერტილის შექმნა, საიდანაც შეიძლება ფინანსური ოპერაციების კეთება. მეგობრებო, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი რაღაცეები. აი ეს მაგალითად რაც მოხდა ეხლა ქლორთან დაკავშირებით.
თქვენ გახსოვთ ჩვენ გუშინ გავავწიეთ განცხადება თქვენ ტელევიზიაშიც იყო ლილოს დასახლებაში. ეს იცით რის იბრალია ეს ყველაფერი. ამათმა გააუქმეს კანონი საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ. ესეთი კანონი არსებობდა. ეს მთელი კანონმდებლობა, რასაც მე ხლავ ლაპარაკობ, არის ჩვენ მიერ შექმნილი. ჩვენ 7 წელიწადი ვიყავით პარლამენტში და თუ რამე უსაფრთხოების სისტემა თქვენ სიცოცხლესთან, თქვენ მომავალთან, თქვენ ბავშვებთან არის დაკავშირებული, სულ ჩვენი გაკეთებული. ხო და აი ეს საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ კანონით მე ლილოს მოსახლეობას ვეუბნები ამას და სხვებსაც რა თქმა უნდა, ვისაც შეეშინდათ ამის. უნდა გეშინოდეთ, იმიტომ რომ არავითარი დაცვის მექანიზმი აღარ არსებობს. აღარ არსებობს. ის კანონი ძალაში რო ყოფილიყო, მაგალითად რა. არავინ არ მიცემდა საშუალებას რომ ასეთი ობიექტები დასახლებული პუნქტების ახლოს განელაგებინათ, იმიტომ რომ ქლორი არის ერთ-ერთი მაღალტოქსიკური ნივთიერება, საშიში ქიმიური ნივთიერება და ეს კანონი არეგულირებდა მისი ტრანსპორტირების, შენახვის, არა მარტო ქლორის, აი უამრავი ნივთიერებებია, რომელიც ესე იგი ასე დაცვასია. გადაზიდვის იმპორტ-ექსპორტის საკითხებს. ეს არის უზარმაზარი 40 გვერდიანი კანონია ბატონო დავით. 2000 წელს გააუქმეს ეს კანონი. და აქედან გამომდინარე ფაქტურად ჩვენი მოსახლეობა არის აბსოლუტურად დაუცველი და ეხლა დღეს კიდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ ჩერდება ეს ქლორის მოწამვლის ისინი, დღეს კიდე ასე თქვა სასტრაფოები იყო რაიონში, გასული იქ არის მენავთობების დასახლება, მე მგონი რამდენიმე კაცი გადაიყვანეს სამწყობოში, იმიტომ რომ ძალიან მაღალ ტოქსიკურია ეს ქლორი. ძალიან მაღალ ტოქსიკური და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ეს პროცესი შეიძლება გავხდეს. კიდე ღმერთმა გვიშველა და ბუნებამ რომ წვიმა მოვიდა ბატონო დავით და ის რაც მეხანძრემა იმითი შლანგებით და ის გუბეები რო დადგა ბატონო დავით მეორე დილის აორთხდა კიდე. და მეორე იმან მეორადი დაბინძურება ქვია ამას. ამიტომ ბუნებრივია ეს დაემატა მერე. ეს არის არაპროფესიონალიზმი. ეს არის სრული ესე იგი უგნურება, რაც ესენი ჩადიან. აბსოლუტურად რა წარმოიდგინეთ. ხო და მეორე ერთი მე აბადეთ რა ჩვეულებრივი სატვირთო მანქანაში ცისტერნა იდო. როგორ შეიძლება ეს ის ცისტერნასთან დაკავშირებით გეტყვით ბატონო, იცით როგორი რაღაცა თურმე. არ ვიცი მე ესენი ამბობენ ონკანი მოწყდა თუ რაღაცა. ონკანები ესე არ ტყდება. სვალჩერეს. ხო. ეს ცისტერნები არის სპეციალური ცისტერნები, ფერმენტული, იქ არის მაღალი წნევით ჩატომბული თხევადი ქლორი, რომელიც როგორც კი ესე გაიხსნება უკვე ესე იგი ძალიან მაღალი იმითი რა ქვია გამოდის, ძალიან სწრაფად იცლება, იმიტომ რომ ძალიან მაღალი წნევით არის და ძალიან დიდ არეალზე ვრცელდება. დღეს უკვე 200 მეტრის რადიუსში იყო. ხო, ჩაკეტილი ზონა. ხო, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ. თუ ის ავზი, რომელშიაც არის ეს ქლორი მაღალი წნევით, არ არის კარგად დამუშავებული შიგნიდან, თუ არ არის გარეწყილი. თუ დიდხანს არ ინახება, თუ დიდხანს ინახება ქლორი, ბატონო დავით, იქ წარმოიშვება აზოტის ქლორიდი, რომელიც არის ფეთქებადი ნივთიერება. ხო, არა ფეთქდეს. ხო და შეიძლება ესე იგი შეანჯღევ თუ ეს ნავთიერება საკმაო რაოდენობით არის დაგროვილი უკვე ეს აზოტის ქლორიდი თუ ტრიქლორიდია. ზუსტად აღარ მახსოვს რა. ის შეიძლება გასკდეს და შეიძლება ამის ბრალი იყოს ყველაფერი. არ ფეთქდეს. აი ეს უსაფრთხოების ესე იგი წესე ის კანონი კი ახლა მართლა გაუცებული ვარ. რა არ გაუქმეს ბატონო დავით. აი ახლა ყვებოდით იმაზე გარემოდაცვის კანონს რა უკნეს, ხო? ფაქტურად უპრეცედენტო ბარბაროსული რაღაცა ჩაიდინეს, ხო? რომ ესე იგი ფული გადაიხადა და დახოცე ვინც გინდაო, დაახლოებით იგივეა. აზრი საფრთხის ქვეშ. იგივე გაუკეთეს აი ამ უსაფრთხოების. აი ძმებოდა მეგობრებო. საზოგადოების გასაგუნად ლაპარაკობ, თორე პოლიტიკოსებს ეს არ ესმით სამწუხაროდ. რატომ არის საჭირო მწვანეთა პარტია და მისი იდეოლოგია პარლამენტში რო იყოს? მე იმედი მაქვს. გულწრფელად გეუბნები, არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ აქ მწვანეები და რაღაცა რო. ეხლა არჩევნები რო იქნება, თუ რა თქმა უნდა რეგისტრაციაში გაგვატარეს სამართლა როგორც წესით, იცით, სწორედ ამიტომ რომ ასეთ კანონმდებლობას ქნით და ვცდილობთ რომ თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოთ, არ გვიშვებენ პარლამენტში, ვახედავთ რა. არა, იმიტომ რომ რეგისტრაცია თუ გაგვატარეს რეგისტრაციაში, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი. თქვენ ჩვენი იმედი უნდა გქონდეთ. ჩვენ ამას ყველაფერს აღვადგენთ. თქვენ უსაფრთხოების სისტემას როგორმე ისევ ჩამოვაყალიბებთ, რომ ესე იგი თქვენ ბავშვებს, თქვენ პერსპექტივას, ასე ვთქვათ, ჩვენ პერსპექტივას, ქვეყნის პერსპექტივას რაღაცა იმედი გქონდეს. არა, უნდა გქონდეს. გია, მე გავიგე რომ ლილოში 1600 კაცია უკვე მოწამული. ძალიან დიდი ციფრია ეს, მასობრივი. ხო, არ ვიცი მე რამდენი რაოდენობაა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კი, თქვა. უბრალოდ
აი რა ვქნა ბატონო და კანონით უკვე აი რა ვქნა ახლა ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას ხო არ შეუძლია რა თელი სახელმწიფოს უსაფრთხოება ითვითოს თავზე დავიტანჯეთ რა ხან რა ხდება ისეთი მასიური გახდა ესეთი რაღაცები და ესეც მოხდებოდა ბუნებრივია რომ მოიშალა თელი მექანიზმი მოშალეს აბსოლუტურად და გამოდიან ახლა და მერაბიშვილი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და ის რეებს ლაპარაკობს კიდე ცალკე და ეს კიდე ცალკე დადის რეებს ლაპარაკობს ეს კიდე და მოკლედ შეუძლებელი და ქვეყანა არის დაქცეული ფაქტიურად გაიგეთ ძნებოდა ეხლა მაინც ხო ხვდებით რომ ამ ადამიანს ეს სუბიექტები რა ვიცი რა ქვიათ ამათ ეს ადამიანი ხელისუფლება რო ქვია ვითომ ხო და სიმონეჟი კრიმინალური დაჯგუფება ამათ აღარ აინტერესებს ეს არც თქვენ აინტერესებთ არც ეს ქვეყანა აინტერესებს ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებთ არაფერი აბსოლუტურად რა მე ამ კასრეთის მოსახლეობა მეს უნდა გააცნობიეროს ახლა მათ საწინააღმდეგო უნდა გააცნობიეროს ბატონ დავით იცით როგორ უნდა გააცნობიეროს როცა იქნება არჩევნები გინდა ლილოს მოსახლეობა იქნება გდანის მოსახლეობა იქნება ვაკის მოსახლეობა სამეგრელოსი თუ უნდა გააცნობიეროს ის რა არის ქვეყნისათვის საჭირო და არა იმიტომ რომ ვიღაცა პოლიციელები იმის რა ქვია ჟურნალისტების ფორმაში გადასულები რომ დადიან ან რას გავან კაცო ხალხი ვერ უშოვიათ რომ იმას მაინც გავდენ რა ქვია იგი ჟურნალისტი კაცო ამხელა ღიპით პოლიციელი ღაღაბით დადის და იმას რა ქვია ხელში მიკროფონი დაჭერა არ იცის და დაძბებს მეცხრე არხის ჟურნალისტი რა არის ახლა ეს რესურსიც კი აღარ აქვს ბატონო დავით ადამიანური რესურსი აი ახლა ივანიშვილის აქციებს ოცნების აქციებს ვაკვირდებით ხო ხედავთ ესე იგი ერთი და იგივე ხალხს უგზავნიან ყველა აქციას ჩამსკვლელებს ხო წარმოიდგინეთ ერთნაირი ტიპის ერთნაირი გამოჩენილი აი მაშინ რომ ვამბობდით რომ საზოგადოებაში ყოველთვის არის რაღაცა ნაწილი რომელიც ასე ვთქვათ აი როგორც იყო 20-იან წლებში მებრძოლ უღმერთოთა კავშირის შექმნა იმ რა ქვია ბოლშევიკებმა აი კატეგორია ყოველთვის არსებობს არ გაგიკვირდეთ ნუ ესეთი კატეგორია არსებობს მაგრამ არსებობს საღი ღირსეული საზოგადოება რომელიც არის უმეტესობა და ამ უმეტესობამ უნდა გადაწყვიტოს ეს ამბავი როგორც ხდება მიტინგებზე თბილისში იმაში გურიაში ქუთაისში ცხეთაში და ასე უნდა გაგრძელდეს ღირსეულებმა ეროვნულმა პატიოსანმა ნამდვილმა ჭეშმარიტმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს და ეს დანარჩენი წუმპე ბუნებრივია ეს ყოველთვის იარსებება ყველა საზოგადოებაში არსებობს ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს ყველა ქვეყანაში აი გერმანიის თქვათ იგივე გიტლერის პერიოდი სწორედ ამისანა კატეგორიის ადამიანებზე ეყრდნობოდა რუსეთში რა თქმა უნდა ბუნებრივია გინდა შეერთებულ შტატებში ნებისმიერ ქვეყანაში არის გარკვეული პროცენტი ამისანა ადამიანზე არ უნდა გაგიკვირდეთ და ამიტომ არ უნდა თქვა რომ ქართველები ყველა არა ქართველები არიან ძალიან მაგარი ხალხი ეს აჩვენა აი ამ ბოლო მოვლენებმა და მე ძალიან მიხარია რომ აი საზოგადოების გამოღვიძება ხდება და ეს ძალიან დიდ ოპტიმიზმს ქმნის მე უნდა გითხრათ და მე იმედი მაქვს რომ აი ამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ალბათ იმედი მაქვს რომ იმდენი იქნება რომ წვანთა პარტიას მისცემს საშუალებას რომ ბარიერი გადალახოს რომ თქვენი ოჯახის უსაფრთხოების წარმომადგენელი პარლამენტში იყოს წარმოადგენელი. რომ თქვენ ორიენტირებული ხართ სწორედ უსაფრთხოებაზე, ორიენტირებული ხართ გარემოს დაცვაზე და ეს მართლა საჭიროა და აუცილებელია. გია ბატონო, მოდით რეკლამაზე გავიდე და მართლა მაინტერესებს რეკლამის შემდგომ თქვენი აზრი რაღაცა იმაში ევროსაბჭოში თუ ევროპარლამენტში რაც მოხდა ამაზე. რეკლამაა ჩვენს ეთერში ხალხო დაგველოდეთ 2 წუთში დაგებრუნდებით. ამაშაზე გია გაჩეშილაძე გახლავთ ჩვენი სტუმარი გია ბატონო მაინც ძალიან დიდი რაღაცა მოხდა იგივე კაზრეში რასაც თქვენ ყვებოდი და ლილოში რაც მოხდა ეხლა რა ეშველება ამ ხალხს ამეთქოს მე მინდა ლილოს მოსახლეობას მიმართო ის ვინც დაზიანდა რომ იცოდეთ თქვენ რომ თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია არსებობს კანონი საშიში ნივთიერებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ და სახელმწიფო ან და ის ვინც მოგაყენა თქვენ ზიანი ვალდებულია რომ ეს კომპენსაცია გადაგიხადოთ. მართლა. ესე ხო არ არის ახლა ვიღაცამ თავის ბიზნესი ააწყო იქა, იქ რუსული კომპანია დაჯდა იმაში, რა ქვია, წყალმომარაგების თბილისის და რუსთავის წყალმომარაგების სათავეში, ირანულ კომპანიას გაუფორმა თავის ესე იგი პარტნიორ ქვეყნის ესე იგი იმას გაუფორმა ხელშეკრულებას. შეთაშორის იმ აუქციონში რომელშიაც თუნდაც რუსულმა კომპანიამ თბილისის წყალმომარაგების გამოუცხადებია
მაინ რატომღაც ირანულმა კომპანიამ მოიგო მაინ და მაინც. ხო, ეგეც ბევრი ხო. ნუ ახლა გასაგებია ახლა ხელში ჩაიგდეს თელი საქართველოს სააკაშვილის საშუალებით და ხო და ბუნებრივია ასაც უნდა იმას აკეთებენ და აი შედეგი ეს არის. კომპენსაციები გეკუთვნით იცოდეთ და თუ ვინმე ამ კომპენსაციებზე ესე იგი დაიწყებს თქვენთან ესე იგი მაიმუნობას წვანეთა პარტია უფასო ასე ვთქვათ იურიდიულ სამართლებრივ დახმარებას გაგიწევთ ჩვენი ადვოკატებით არაფერი ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება მეტი არაფერი და ჩვენ ვაიძულებთ იმ ხალხს ვინც ეს თქვენ ასე დღეში ჩაგავდოთ რომ აგინაზღაურონ ის ჯანმრთელობის ასე ვთქვათ. აი ამ კანონში გამარკვევთ რა და აი ლილველების გავარკვევთ. აი როგორ უნდა დააფიქსირონ რომ ზიანი მიეყენათ. ყველას აქვს ცნობები, ვინც ამბულატორიული, ვთქვათ, შემოწმება გაიარა, ვინც სამწყობოში მოხვდა ხო მით უმეტეს. აი ცნობა ეყოფათ. ხო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ძალიან ბევრი თურმე 100 წლიანი ყოფილა და 100 წლიანები განსაკუთრებით მით უმეტეს, რა თქმა უნდა, გზნობია. თუ პირობებში ყოფილან აი ამ იმიტომ რომ ის სასუნთ პირველ რიგში სასუნთ იმებზე მოქმედებს, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით ბატონო დავით, ეს ქლორი არის ძალიან ტოქსიკური ნივთიერება რა. პირველ სოფლიოში გამოიყენეს ეს ქლორის ორთქლი. გერმანელებმა გამოიყენეს, როგორც იტალიელების წინააღმდეგ და 200,000 გან დაიწავლა დაავადდნენ. ხო და იცით რა მე ეს ფილტრებში ხო სისხლის მიმოქცევის სისტემა ხო ფილტრების საშუალებით და გულის საშუალებით ხდება და მე თელ ორგანიზმში ხო ნაწილდება ახლა ფილტრები და აუ საწყლები. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია. საბუთებით თუ მოაგროვეს შეუძლიათ რომ აუცილებლად თქმა უნდა კომპენსაცია უნდა მიიღონ. აბა ეს სად არის ახლა იმათმა მოინდომეს რაღაცები ერთმანეთში გარიგდნენ მაყუთი აკეთეს ისქნეს და ეს ხალხი კიდე სამანტყოფოებში დაიწამნენ და რაღაცა ეგრე სად არის მარტო მაგას კი არა სახელმწიფომ უნდა აგოს ბატონო დავით კიდევ რა თქმა უნდა იმიტომ რომ იყო ნებისმიერი უსაფრთხოების ნორმა არის დარღვეული ყველაფერი დარღვეულია აბსოლუტურად ეთილი იბონინებოს და ვინც არის და ეკონომიკის სამინისტროა თუ ვინც არის ვინჯანდაბაც არის ამ ხალხს ესე იგი დამატებით კიდე ბიუჯეტიდან ფული მისცენ გარდა იმ ფირმისა ჩვენ ამდაგვარი შემთხვევა გვაქვს თქვენ იცით რომ საგარეჯოსთან დაკავშირებით ნინოწმინდაში ეს რამდენიმე წლის წინ იყო ნავთობის ამოფრქვევა რომ მოხდა ის ხალხი რომ დაზარალდა და ჩვენ ეს გვაქვს ევროპის სასამართლოში წარდგენილი და იქ მიღებულია სარჩელი და მიდის ახლა განხილვა და არ ვიცით ახლა როდის დამთავრდება და ის ხალხი მიიღებს კომპენსაციას რა თქმა უნდა იმიტომ რომ ადგილობრივი სასამართლოები და რაღაცები მაიმუნობენ ხო იცით იმიტომ რომ ეს კომპანიები, ვინც ახლა იმას ფლობენ, სააკაშვილის მეგობრებისა და ოჯახის წევრების კომპანიებია და იმათ ჩვენ საერთაშორისო სასამართლოში ვაიძულებთ, რომ იმ რა ქვია, ნინოწმინდას მოსახლეობას გადაუხადონ კომპენსაცია. თან გახსაკეთებ და ესე უფასო იურიდიულ მომსახურებას გავუწევთ ვირუს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, თუ პრობლემები ექნება. ძალიან მახარებს. კი, არ ვიცი ახლა ეგ უცბელად გეუბნებით, რაღაცა დოზით წავიდა ამ იმაში ევროპარლამენტში უცნაური საუბარი, ჩვეულებრივი განხილვებია წინასაარჩევნო და მე ვიცი რომ ევროპარლამენტში 30%-ამდე წვანეთა პარტიის წარმომადგენლები მეოთხე ფრაქცია სიდიდით. ხო და ხანდა თქვენს გაელობირათ რა არის სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცოდით ბატონო დავით ეხლა ჩვენ არ ჩაგვაყენეს საქმის ყურში თუ ესეთ მე მინდა ვთხოვო ასე ვთქვათ იმ ქვია იმ ხალხს ვინც დაკავებული არის ქართულ ოცნებაში საერთაშორისო ურთიერთობებით რომ ესე იგი თუ ამდაგვარი რაღაცა კიდე მოხდება ჩაგვაყენეთ ჩვენ საკითხში ჩვენი მეგობრები არიან და უკეთესი შედეგი დაგება იცით ჩვენ ვართ ევროპის წვანეთა პარტიის მმართველი საბჭოს წევრები ამ საბჭოს ყავს თავისი წარმომადგენლობა ევროპის პარლამენტში იმათმა ძალიან კარგად იციან ყველაფერი მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცით ესე იგი როდის და რა საპირებთ ჩვენ როგორ უნდა დაგეხმაროთ გვინდა რომ დაგეხმაროთ ძალიან მაგრამ ახლა თუ არ ჩაგვაყენებთ თქვენი მწვანეები იდენიკები არიან იქა და ახლა აშკარად ემჩნეოდა ახლა მე არა ვარ იმის ისა მაგრამ აშკარად ნაყიდი ყავთ პენსიონერი დეპუტატები ის ბატონო და ლაზბერგის და ეს ჩამოწერილი ისინი ახლა იქ ლობისტური ფირმები მუშაობენ სააკაშვილის იქ ეშმაკამაიცის რა გარიგებები ხდება ვისაც ჯიბეში უდებენ და ბუნებრივია რომ ახლა პოლიტიკიდან კი არა იქიდან წასული ადამიანები ასე ვთქვათ ბოლო შანსს იყენებენ ყველაფრისათვის აბა ისეთი სისულელები მოვისმინე ბატონო რაღაცა სასაცილოა და უსახური ტიპები მაგრამ ეგ უფრო მძლავრი რაღაცა იყო საჭირო ასე ვთქვათ აი იმ სიტუაციასთან დაკავშირებით რომელიც საქართველოში ხდება ეს შეიძლება მხოლოდ წანეებს გაეკეთებინათ თუნდაც იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით რაც ამათმა მიიღეს გარემოს დაცვის სფეროში თუნდაც დემოკრატიასთან დაკავშირებით თუნდაც ადამიანის უფლებასთან ნებისმიერ საკითხს ამიტომ გთხოვთ რა დავანებოთ კონკურენციას პოლიტიკურ პარტიებს შორის და ერთმანეთთან ჯინაობას თავი რა ქვეყნის საქმე წყდება ამ ოქტომბერში და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი აბსოლუტურად რომ ისა
არ ჭირდება არაფერი ჩაგვაყენეთ საკითხი, ჩვენ საქმეს ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. კარგით გია, დიდი მადლობა. მოდით მაყურებელი შემოვიყვანოთ. ეს მომეწონა რომ უფასო იურიდიულ მომსახურებას გავუწევთ ამ ლილოში დაზარალებული. ხარ უნდა არა და გია სხვანაირი წესი გვაქვს ახლა. ეთერში ხართ ხალხო გისმენთ? დიახ, ეთერში ხართ. დიახ. ბატონო დავით, ბატონო გია მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონო დავით, ესე იგი 5 წუთია გელოდებით. მე მგონი თქვენ სატელეფონო ქსელებზე მუშაობთ მათ მოგებაზე. როგორც ხედავ, გაღატაკებულ ხალხს ასე გვალოდინებთ. დიდი ბოდიში. ეს ერთი. აი ეს არის ძალიან საყურადღებო სხვათა შორის. და სხვას იმას ვშვებით მე. ბატონ გიას მიმართავ, რომ აი თქვენ თუ იცით მეტრო სამგორის ზედა სადგურზე მარცხენა მხარეს გააჩანაგეს სკვერი და ხდება იქ ძალიან დიდი კატლავანი ამოთხარეს, რომელიც ერთადერთი სკვერი იყო, სადაც ხალხი ისვენებდა. აი, გააგზავნეთ თქვენი ხალხი. მე მგონი თქვენ მაპატიეთა არაფერს არ აკეთებთ რა. მაპატიეთ. აი, წადით ნახეთ, შეამოწმეთ. მე მგონი უკვე მეტროში ჩამოდიან იმ გვირაბით. მეტრო SKB-ს მხარეზე, მეტრო სამგორში, სადაც ისვენებდა ხალხი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა პირიქით. დიდი მადლობა კრიტიკისათვისაც, კეთილი და თბილი სიტყვებისათვისაც. შევეცდებით, რომ ასე ვთქვათ, შევისწავლოთ ეს საკითხი და იმედი მაქვს, რომ ეს თქვენთან ერთად იქნებ დარეკოთ კიდე და ტელეფონი გვითხრათ, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი რომ ვარ, თქვენს გამოდით იქ, როგორც წესი არ გამოდიხართ თქონმე ასეთი ასე ვთქვათ, რიტორიკის ფონე. აი ეს მეგობარი დავაკვალიანოთ. მე არ ვიცი ბატონო ჩემო ცოტა ნაწყენი ხართ როგორც ჩანს ჩემზეც და ბატონ გიაძეს, მაგრამ ერთი რაღაცა გაიხსენეთ რა, ერთი წლის წინ მერია 38-მდე თუ არ ავსდები პარკი, აი ესეთი ზონები რა თქვენ ბრძანეთ, ამოიღო იცი დაცული ტერიტორიებიდან და იქ მშენებლობის ნებართვები დააწეს ეს. წარმომარაგების კომპანიიდან ხო არ იყო ეს? არ ვიცი, მაგრამ ისა ბატონ და გასაგებია ეს ყველაფერი ამ მეტრო სადგურთან ესე იგი აუცილებლად გავაგზავნით ჩვენ ხალხს, თუმცა მე უნდა გითხრათ ბატონო რომ ასე ვთქვათ ისეთი კანონმდებლობა მიიღეს და თქვენ რო იხსენებთ ეხლა რეკრეაციული ზონები მერიამ რომ იყო სულ გააუქმა რეკრეაციული ზონები რასაც უნდა იმას აკეთებენ. ამიტომ რაც უფრო მეტი მივალთ იქნებ დარეკოთ სტუდიაში და შეიძლება პირდაპირ ეთერში არ გამოგივიდეთ თქვენი ტელეფონის ნომერი მოგვეცით რომ დაგირეკოთ და თქვენი მეზობლები ვისაც აწუხებს ეს ამბავი იმათთან ერთად ასე ვთქვათ იქ მოვაწყოთ აქცია პროტესტის და ასე და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით თუ თქვენ ჩაერთვებით ამ საკითხს. გახსოვთ მადლობთ მოდის კიდევ შემოვიყვანოთ მაყურებელი გისმენთ ხალხო ეთერში ხართ. ალო. დიახ ეთერში ხართ. ბატონო გია გამარჯობათ. გამარჯობა. ბატონო დავით მოგესალმებით. გისმენთ. მე ერთი რამ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. კი, დაიჭირეს მე პატრონე და ასე შემდეგ. მაგრამ დასაჭერია ისიც, ვინც ესეთი დანაშაულებრივი ბრძანება გასცა და ეს ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ეს პირველი. ყველაზე დიდი დამნაშავე ეგ არის. და სხვათა შორის, ბატონო გია, ჩვენ ქალაქის თავზე ყოველ ღამე დაფრინობს საშიშროება, ეგრეთ წოდებული ლაინერები. გზას ამოკლებენ და ქალაქს გადაუფრენენ. ყოველთვის არის ეს. წარმოიდგინეთ, რომ ჩამოვარდეს, რა მოხდება? კაცის შვილი ყურადღებას არ აქცევს. გმადლობთ. კარგად დაგებოთ. დიდი მადლობა. ნუ ახლა ეს ისეთი პრობლემაა, მაგას ხელისუფლებაში ყოფნა ჭირდება, რომ მაგი მოაგვარო. და თქვენზეა დამოკიდებული თუ მოგვეცება საშუალება. არა, გია, მე მინდა რომ ეს მაყურებელმაც იცოდეს. ძალიან ისეთი აი როგორ გითხრათ, ფაქიზის სივრცე არის საქართველოს თავი. ეს თქვენ რო იცოდეთ, აი რუკას წახედეთ ყრის ხეობას. გორის ზევით უკვე რუსები დგანან. და თვითმფრინავები ერიდებიან ეგრეთ წოდებული იუარისკენ გასვლას და გადმოდიან პირდაპირ და თბილისის გავლით გადიან მერე შუა აზიაში. ეს აი იმის ბრალი არის. გეთახმებით რომ ესეც უფრო ქვევით რო იარონ. აი თბილისის სამხრეთით რო გავიდეს მარშრუტი, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ კია მოდით აი მაინც მაინტერესებს მე და დამეწუნეთ ეს მაყურებლისათვის საინტერესო იქნება. აი ამ სააკაშვილის და ანოს ვითომ ჩაწყე რაღაცა მაეჭვებს რა, ახლა თქვენი აზრი ალბათ ევასთან დაკავშირებით. ევასთან დაკავშირებით და აი გაუშვეს ახლა ინტერნეტში ვითომ მიშას და ვითომ რუსთავი ორს რო დარჩა ჩართულისა და ერთმანეთს ველაპარავით. ბატონ დავით, ეს ამათ ნახეს, იმან რა ქვია, ერთხელ
ერთხელ კი არა, რამდენიმე თვის წინ ობამას მოუვიდა ეგეთი რაღაცა. რომელიღაც დიდ კონფერენციაზე იმყოფებოდა და ეს მიკროფონი, რომელსაც ლაპარაკობდა, დარჩა ჩართული და შევიდა ტუალეტში. აი, კარგად. და იქ მღეროდა და ეს ყველაფერი, რასაც იქ აკეთებდა იმ ტუალეტში, რომ მღეროდა, ისმოდა თელ დარბაზში. ეს გოლი პისტოლეტშიცა ეგეთი ხო და არა, ნამდვილ ამბავს გეუბნებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ იმაში ინტერნეტში და ეს კადრები არსებობს. ხო და მე რომ მოუბრუნდათ, ესე იგი, რომ შემოვიდა დარბაზში, უცებ ოვაცია მოუწვეთ, თვითონ ვერ მიხვდა რა მოხდა. ეთყობა ეს ნახეს. და ეს სპექტაკლი გამოაქართულეს, არა? ხო და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ სწორი გააკეთეთ, რომ ეს არ გაუშვით. ამის ტირაჟირება როგორ შეიძლება? აჯობაი რა. თან არაფერი ისეთიც არ ყოფილა რა ამ ემაზე, რა ქვია. არაფერი, ნუ ვითომ ეს იყო, აი ევროპის პარლამენტზე რო ლაპარაკობდით, ეს იყო პიარი გაკეთებული, ვითომ სააკაშვილი ჩუმად ეუნება იმას მერაბიშვილს, ნახე რა უქნეს ევროპარლამენტში იმათ. იმიტომ რომ ეს ჭირდებოდათ იმისათვის, რომ ხალხს დაეჯერებინა, რომ ვითომ ევროპარლამენტში მართლა სააკაშვილის პოზიცია დაიჭირეს. გესმით? აი ეს ამისთვის იყო ეს მაიმუნობა გაკეთებული. ახლა ამ სპექტაკლებით არაფერი არ გამოდის. გია, თქვენ ახლა მე სხვაჩვენს მინდა გითხრათ ხალხო, ვისაც გახსოვთ 2010 წლის თებერვალში საათიანი საუბარი ქონდა ბატონ გიასთან სოფლის მეურნეობაში მოსაღავლიანობა როგორ მცირდებოდა. 2009 წლის შემოდგომაზეც იგივე თემაზე იყო საუბარი და თუკი ვინმე რამდენი წელიწადია ჩვენ მაგაზე საუბარობთ და ზუსტად თუკი ვინმე მეთოდურად აანალიზებს სოფლის მეურნეობის არღვევების დაშლის ნიადაგების შემცირების ესე ვთქვათ პროგნოზებს ბატონი გია არაერთგზის გამოსულა ამ თემაზე ბატონი პაატა კოღუაშვილი სულ საუბრობთ ამ თემაზე და უცბად დღეს მედროშე და ბებაირაღდე გახდა ვარამ ვერაბიშვილი და აი თამაეჭვა გია და მინდა ეს ანალიზი ერთად გავაკეთოთ. გუშინ აქ ყავდა სტუმრად ზვია ძიზიგური. და ზვია ძიზიგურმა აღარ მახსოვს, რომელიღაც მაგნატია ეს, ფარმაკო მაგნატია, მაგის მამას 3000 ჰექტარი უყიდია იმაში. ბოლნიში, თუ დმანიში. შეიძლება დმანიში, ბოლნიში არ იყიდება. ხო და აი უცბად იცით აი ასოციაციით რაღაცაზე ეჭვები გამიჩნდა და თქვენი აზრი მაინტერესებს. თქვენ ვანიჩკა გამოვიდა და თქვა რომ 500 აგრო საქმე იმაში გახლავთ რომ ესე იგი ბატონ დავით ამათმა ნაციონალურ მოძრაობამ აიღო ტაქტიკა ესეთი და თვალნათლები. ხო, ტაქტიკა არის, რასაც ამბობს ესე იგი ქართული ოცნება იმას იმეორებს იგივეს. და თან შიგადაში აპარებენ სიტყვას, რომ ეს ჩემი ოცნება არის. ანუ სიტყვა ოცნებასაც ასე ვთქვათ რთავენ თავის. ეს არის ძალიან ეშმაკური და ტექნიკური ასე ვთქვათ ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებას დაანახონ, რომ არაფრით ჩვენ არ გავსხავდებით ერთმანეთისაგან და ვინ იქნება ხელისუფლებაში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მთელი ამ ტაქტიკის შინაარსი. თუმცა ძალიან უსუსურია ბატონო დავით ეს ცელობა. აი თქვენ სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკობთ, ხო? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მართლა დიდი ხანია აგრარული სექტორის კატასტროფაზე საუბრობდით, რა ვიცი, რომელი წლიდან არ მახსოვს. პირველი თქვენ დაიწყეთ საუბარი. ბატონო დავით, მარტო მაგაზე ხო არა, ნუ სიმინდის პრობლემები და ეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხები, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების პრიორიტეტი რო და ასე შემდეგ, გენური ინჟინერი კარტოფილიო შემოიტანეს 96 ხო 97. პირველი თქვენად აქედან მაგას თავი დავანებოთ. ბევრი თემები ჩვენი წამოწყებულია, ზოგი 2 კვირის შემდეგ იმეორებს ამას, ზოგი 4 წლის შემდეგ. კი. მაგალითად, ერთ თემას გეტყვით სერიოზულს, რომელიც ახლა თითქმის ყველას პირზე აკერია, ის რომ 2005 წლიდან ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში, კაციშვილი ამაზე ხმას არ იღებს და ეხლა ნენელა სულ ყველა, ესე იგი, ვისაც არეზე, რა თქმა უნდა, ვინც ეხლა რუსეთთან არ არის პირდაპირ მიბმული, ყველა ამ თემაზე ლაპარაკობს გაუთავებლად. ადრე რო დაგეჯერებინათ, არც ის აქციების დარბევა იქნებოდა რუსული, ასე ვთქვათ, მოტივით და არც ის უბედურებები დატრიალდებოდა საქართველოში. რუსეთის იარლიყებს რო კიდევდნენ ყოველთვის ოპოზიციას. თვითონ არიან რუსეთის ინტერესების გამტარებელი. მოგეხსენებათ, აგერ უჩვენებს ეს ბორნისის ამბავიც, ქლორის ამბავიც, ყველა ის მომენტებია, ეს 2008 წლის ომიც, ყველაფერი, თელი ენერგეტიკა რო ამათ ხელში რუსებს გადაწეს. თელი 90% ენერგეტიკის რა ის გაზტურბინა რუსების ხელში არ არის ბატონო. გაზტურბინები. ანუ ის გაზზე მუშაობს. თელი გაზგამანაწილებელი სადგურები რო რაიონებში რუსებს მიცეს.
მთელი ასე ვთქვათ ეს ჰიდროსადგურები ასე რუსების ხელშია. მთელი ეს ძირითადი სტრატეგიული სამრეწველო ობიექტები რუსების ხელშია და მთელი რაც საქართველოსთან ექსპორტი გადის სწორედ ამ ობიექტებში არის ნაწარმოები მაგასთან. ანუ ყველაფერი ეკონომიკა, ენერგეტიკა, სამხედრო ბაზების რეანიმაცია გააკეთეს. ყველაფერი გააკეთეს ამათ ხელში. ესენი ვისაბრალებენ რუსები. თვითონ არიან ბატონო დავით, თვითონ. და მთელი საფრთხეც მაგაში არის და მთელი უბედურებაც ამ ქვეყნის, მთელი უბედურებაც ამ მაგაში გახლავთ რომ აი ამ რუსებმა კიდე ერთი ნაბიჯი გადადგეს ამათ დასახმარებლად, როდესაც ივლისიდან სექტემბერში გადმოიტანეს სამხედრო წვრთნები 17-დან 23 სექტემბრამდე. ანუ არჩევნებთან მოახლოებული რომ მისცეს ამას საშუალება რომ იარლიყები და ისინი კიდოს ოპოზიციას სექტემბრიდან. თქვენ ნახავთ, გამოცხადდება თუ არა, დაინიშნება თუ არა არჩევნები, იმ წუთში წავა, ასე ვთქვათ, აი ამ იმების მიკერება რუსეთის აგენტობის ჩანაწერები გაჩნდება. ამის ფონს ნენელა ქმნიან თუ აკი ხო რაღაცა ისეები რაღაცა იარაღებს იპოვიან იქ თვითონ თავის დალაგებულს ამოიღებენ რომ ვიღაცები ასე ვთქვათ იმას აპირებდნენ სამხედრო აჯანყებას და რაღაც ეგეთ რაღაცებს. მისცეს აგერ რა არგუმენტი არჩევნების. ამიტომ მე კიდე მესამეჯერ ვაფრთხილებ თქვენი ტელევიზიიდან ოპოზიციურ სპექტს. არა იმათ, რა თქმა უნდა, ვისაც საფრთხე არ ელოდება, ვინც რუსეთთან ფინანსდება, იმაზე არა მაქვს, მათ ხელს არავინ არ მოგიდებს კაც. დანარჩენებს ვლაპარაკობ, მათ შორის წვენთა პარტიას, მათ შორის ქართულ ოცნებას ვაფრთხილებ და სულ ყველა დანარჩენ პოლიტიკურ სპექტს რა. რომ ფრთხილად ვიყოთ, მაგრამ მეგობრებო, ეს ჩვენ ყველაფერი უნდა გადავიტანოთ, იმიტომ რომ ოქტომბერში ჩვენ სულ ყველა ერთად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა დავამარცხოთ ეს უბედურება და ეს ჭირი. და მაშინ აღარც ეს უბედურებები იტრიალებს და აღარც არაფერი. აი ეს ამასთან არის იცით დაკავშირებული მერაბიშვილის ჩამოშორება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ესეც ინდიკატორია. მერაბიშვილი, რომელიც ასე ვთქვათ, მთლიანად ესე იგი აი ავტორია არის ამ მთელი ამ სისტემის შექმნისა. ნუ ერთ-ერთი ავტორი ეს მართალია საერთაშორისო დაფინანსებით და ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა ამ მთელი რეფორმის გატარება და მთელი ეს კონსტრუქცია როგორც მე ვიცი, გერმანული თუ ფრანგული რაღაცა იმით მოხდა, არ ვიცი, ხა ზუსტად რაღაცა შეიძლება ურმოკროს ლაპარაკობ, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ჩამოაშორეს, იმიტომ რომ აუცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც აერთიანებს. მე მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის, თქვენ ეს უნდა დაინახოთ. ეს არის გაზვერვაც. ეს არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც, აი მოსმენები და რაღაცეები რო ხდება. აქ არის ის სოდიც და რაღაცა. აქ არის ის თელი ეს ბაევიკები თუ რა ქვია იმათ სპეცნაზები და რაღაცეები. ამიტომ მაგ საჭირო იყო არა მერაბიშვილი უკვე. იმიტომ რომ მერაბიშვილს უკვე გაცვდა მერაბიშვილი აღარ ჭირდებათ, ესე იგი მერაბიშვილი გადაიყვანეს პრემიუმისა და აქციეს ფაქტურად გილაურად. სერიოზულად ლაპარაკობ, იმიტომ რომ არც ერთი შტატი და კადრი აღარ დაუტოვეს შინაგან გაწმინდეს. მერაბიშვილისაგან გაწმინდეს ისა რა ქვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ხვითო. არა და მოიყვანეს ადამიანი, თქვენ იცით, ვინც მოიყვანეს, ხო? ხო? რომელიც არაფერზე უკან არ დაიხევს, ბატონო დავით. და მე უკეთესად გეტყვით. ეხლა მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კუდის უფროსად დღეს გურია ნიუსის იმაზე წავიკითხე საიტზე, ის მეგის ქარდავარო არის. სამეგრელო ზემოსვანეთის ის რო იყო პოლიციის უფროსი. მე ერთ-ერთი სასჯელ აღსრულებითი იმის რა ქვია და იქ ერთი ამბავში იყო და გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით და განსაკუთრებული ასე ვთქვათ ამორალობით, ასე ვთქვათ, რომ ადამიანის ღირებულება მისთვის არაფერი არ არის, არა, აი იმას ნიშნავენ ეხლა კუდის უფროსად. ეს სწორედ ამ ახალაიას ოჯახისა და კლანის დაახლოებული პიროვნება. ანუ ახალაია მთლიანად ესე იგი ასუფთავებს იმ მერაბიშვილისაგან, მერაბიშვილის კადრებისაგან, აი ამ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სისტემას და აქედან უნდა ველოდოთ, ესენი არის პირწმინდა შემსრულებელები, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთეს, ბატონო დავით და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ძალისმიერი სტრუქტურები პირდაპირ ექვემდებარება პრეზიდენტს. პირდაპირ ეს სამი სტრუქტურა არის, ეს არის თავდაცვის სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა.
აი პირდაპირ ბაშეულია ისინი გაანთავისუფლოს სამსახურიდან ისე არავის არ კითხოს და პირდაპირ არიან დამოკიდებულები. ეს არის აგონიური სიტუაცია ბატონო დავით სინამდვილეში. როდესაც ესეთი პერსონაჟები მოგყავს შენ ძალისმიერ სტრუქტურაში, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ იმდენად შეშინებული ხარ, რომ ყველაფერზე წამსველი ადამიანებს, ესე იგი, ნიშნავ იმაზე, რა ქვია, თანამდებობას. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მე უნდა გითხრათ, სიფრთხილე მე იმას არ გულისხმობ, უბრალოდ რამე პროვოკაცია არ მოგვიწყონ და ასე და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება იმ პროგრამებს, რომელიც ასე ვთქვათ, იმეორებენ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პროგრამას. რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია გამოვიდეს, მე შემილია ეხლა არჩევნები იქნება და ჩვენც გვექნება პროგრამა და ვიტყვით, რომ ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს გენაცვალე, მოვალ და ბიუჯეტში ავიღებთ 5 მილიარდს ბიუჯეტიდან, ანუ მთელ ბიუჯეტს ავიღებთ და გლეხებს მოვახმართ. მე ავიღებ დანარჩენი დაზარჩება და სოციალურ სფეროს და ასე პენსიებს გაგიზ და ასე და ასე და ამის ლაპარაკი ყველა შეუძლია. მაგრამ აქ პრობლემა ის არის ბატონო დავით, ვინ ამბობს სიმართლეს, ვისი დაჯერება შეიძლება და ვის დაჯერება არ შეიძლება. ეხლა ვანო მერაბიშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დაჯერება რო არ შეიძლება, მე გეტყვით რამდენიმე არგუმენტს ამასთან დაკავშირებით. ავიღოთ აგრარული სექტორი. ეხლა არავინ არ მიაქცია ყურადღება ბატონო დავით, რა თქვა სინამდვილეში ვანო მერაბიშვილმა. მან თქვა, გაიმეორა ბიძინა ივანიშვილის ტექსტი, რომ აგრარული სექტორია იქნება პრიორიტეტი და ჩვენ, ასე ვთქვათ, ამაში დავხარჯავთ რამდენსო 3 მილიარდს 4 წელიწადში დავხარჯავთ 3 მილიარდს თუ 4 მილიარდს. ანუ ფულით, ასე იგი, მეტი თქვა ვიდრე იქ. მაგრამ ამას მოაყოლა ბატონო დავით ესეთი რამე, რომ მეო პირობას ვიძლევიო. ჩემი პრემიერების განმავლობაში მე ამდენი ხანი იქნება 1 თვე თუ 1 წელიწადი თუ 4 წელიწადი, მაგრამ მეო 500 უმსხვილეს ფერმერულ მეურნეობას შევქმნიო საქართველოში. ანუ შეცდომა დაუშვა ბატონო დავით, თქვა ის სქემა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებს დიდი ხანია, რის გამოთაც ის ანადგურებს აგრარულ სექტორს საქართველოში. ამათხოვრებს გლეხობას, იმპორტზე გადაიყვანა მთელი, ესე იგი, აგრარული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და თქვენ იცით, რომ მილიარდი დოლარის იმპორტი შემოდის. მილიარდ 200 თუ რა ვიცი, მილიარდი დოლარის ღირებულების, ესე იგი, სასწრაფო პროდუქცია შემოდის, ფაქტურად აღარაფერი აღარ იწარმოება და ეს გაკეთდა ხელოვნურად სწორედ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა დანგრეული იყო, მოსახლეობისაგან დაცლილი იყო, დარჩენილი იყო პენსიონერები, რომელსაც მუშაობის გვერდმა დიდხანს სიცოცხლე მისცეს, მაგრამ რაც ასაკი ემატებათ, მუშაობის პროდუქტიულობა კლებულობს და მიწები, ესე იგი, კაპიკები ხდება და აგერა თვითონ, ესე იგი, თქვა ის, რაც ახლა ყველაზე საინტერესო რა არის ახლა აქ ბატონო დავით. ხო თქვა 500 უმსხვილესი, ესე იგი, რა ქვია, აგრო რაღაცა უნდა შევქნაო. ფერმერული მეურნეობა. ეს ხო ფონი აქვს უკვე ეს განადგურებული, ასე თქვა და კიდე გააგრძელებენ, რა თქმა უნდა. ეს გლეხობის საყურადღებოდ ვამბობ ამას. იგი, ანუ ამით თქვა, რომ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა. რამდენი, ესე იგი, ვის ხელში არის ძირითადად ახლა მიწები საქართველოს? დიდი, ნუ ასე თუ ისე დიდი მიწები. 3000 კვადრატული. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლება, ბატონო დავით. საკრებულოს თავმჯდომარეები, გამგეობა, მისი მოადგილე და გუბერნატორები და მათი მოადგილეები. რამდენი არიან იცით ჯამში? დღეს უბრალოდ დამაინტერესა, აი ეს ბობოლები ადგილობრივი. 400 კაცია ბატონო დავით. აუ და ეგ ბაგათი გესმით რა ზია ლაპარაკი? ესე იგი, მერაბიშვილს წამოსდა, რომ რასაც ესე იგი ფაქტიურად აკეთებდნენ იმის გაგრძელებას ვაპირებ, განადგურებას სოფლის მეურნეობის და აი ჩვენ ის ადგილობრივი ჩვენი ხალხი, რომელიც იგზის, რომელმაც უკვე დაისაკუთა გარკვეული ნაწილები, იმასაც მიუმატებ ახლა მე რაღაც გარკვეულ მიწებს და აქედან გამომდინარე ისინი გახდებიან, ესე იგი, ძირითადი მეპატრონეები, ამ ფინანსების მომხმარებლები. და ამ ფინანსების და აი ამ მილიარდებსაც ისინი წაიღებენ. ესენი სხვანაირად ბატონო დავით, ესენი ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ასეთ კორუფციულ სქემაზე ზიან ეგენი. მთელი სისტემა, რითიაც ესე იგი, ესენი უზრუნველყოფენ თავის უსაფრთხოებას, დგას სწორედ ამაზე. გინდა პარლამენტის წევრები აიღე, რომელთაც წილები საკუთრებები მისცეს რაღაცეები და ადგილობრივ ხელისუფლებას რა უნდა მისცეს, არაფერი არ არის, მიწა,
სახნავი, საძოვარი და ასე და ასე შემდეგ. ხო, საძოვრება დაითრია. თქვენ რომ გლეხობას მიმართავ და იმას რომ ფეხებზე რო კიდიხართ, ამათ გიტყვეთ ერთ არგუმენტს კიდე რომ რასაც ჩვენ ლაპარაკობთ რომ სიმართლეა და ნამდვილად ესეა. რომ როდესაც ბურებთან ესენი ჩავიდნენ სამხრეთ აფრიკაში სალაპარაკოთ, იცით რა შეთავაზეს? ოღონდ ჩამოსახდითო და 80,000 გექტარ მიწასო მოგცემთო თქვენ. 80,000 გექტარი იცით რამდენია ბატონო დავით? მეათედია მთელი ესე იგი სახნავი სათესის მეათედი არის საქართველოში. ანუ საქართველოს ტერიტორიის მეათედს აძლევდნენ ბურებს. თქვენ მიწას აძლევდნენ, ჩვენ მიწას აძლევდნენ. ამიტომ ბუნებრივია რომ ეს რა მერაბიშვილმა თქვა გუშინ სოფლის მეურნეობას დაკავშირებით ეს რომ წამოსდა კიდე ეს 500 ეს ნიშნავს რომ ისევ თქვენი დანგრევისა და ისევ თქვენი განადგურების ესე იგი პოლიტიკა გაგრძელდება. ეს 3 მილიარდი წავა 500 ფირმისკენ და გეხთა კაპიკი წავა. ამიტომ დაუჯერეთ ბიძინა ივანიშვილს რომელიც ამბობს რომელიც წლების განმავლობაში თავაზობდა მაშინ ამ ხელისუფლებას რომ მილიარდ ლარს კი არა მილიარდ დოლარს მეგონა მილიარდ დოლარს მე ჩავდებო ჩემ საკუთარ ფულს ოღონდ ამ ხალხს და ამ გლეხობას და ამ სოფელსო ეშველოს გაყიდულია მაც ეწავა აი მე კიდე ერთხელ ხას ვახლა აღარ მახსოვს რომელი არის იქიდან ეს ფარმაკოლოგი მაგისვა მაგნატე ვიღაც მის მამას ქონია 3,000 ჰექტარი გახსნის იქ რაღაცა ფერმერულ საწარმოს ბატონ დავით ეს რა არის ეს 500 რა არის ეს არის ბატონყმობის აღდგენა საქართველოში. მაგათ უნდა ფეოდალური სისტემის რეანიმაცია ქვეყანაში და ეს გლეხობა რომელიც იქ შემორჩება, იქ მე ყმება დაიყენონ იქა და მიწაზე ამოშავა და თვითონ იქ მე წამოჭიმავენ სასახლეებს. ოღონდ ისეთი კი არ იქნება ლუარსამ თათქარიძეს რო ქონდა იმას ილია ჭავჭავაძის იმაში კაცი ადამიანში. ის იქნება ნამდვილი სასახლეები, ესენი იქნებიან ასე ვთქვათ ფეოდალები და დანარჩენები იქნებიან შავი მუშები. აი ეს არის მაგათი გეგმა. ზუსტად ესეა, ვაჭერი, ზუსტად ესეა და ის თანხები, ბიუჯეტის თანხები. კიდე ანეკდოტური არის, ბატონო დავით, ის რა ქვია, თქვენს თქვით და რა უნდა გავიმეორო, მე მგონი გუშინდელ თუ გუშინწელ გამოსვლაში გქონდა თქვენ რომ აი ეს 1000 ლარიანი ვაუჩერები 4 წელიწადს. ეს რო გაყოთ 4 წელიწადს, ეს არის 20 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც თქვენ გირიგდებათ, ასე ვთქვათ, კვარტალში ერთხელ როცა ამას ჭირდება დარჩენების წინ. 20 ლარიანი ვაუჩერები ხო გახსოვთ რა? ზუსტად. ესე იგი რო გაყოთ აი ამ 4 წელიწადს ზუსტად 20 ლარი, მაგრამ ამბობენ 1000 ლარიან ვაუჩერს. ეს ხო ანეკდოტი და საზრდა. ამათ იცით ეს საზოგადოება გონიათ იდიოტები ბატონო დავით რა. და რატოღაც გონიათ რომ ქართველი ეს უნიჭიერესი საზოგადოება გამოშტერდა თუ ელემენტარულ რაღაცას ვერ ხვდებიან თუ რა არის ვერ გავიგე. ესეც შეურაცხყოფაა ბატონო დავით, ადამიანების შეურაცხყოფაა. არ შეიძლება ესე ადამიანებთან თამაში რა, ადამიანის ღირსებაზე თამაში არ შეიძლება. ღირსეულიერია. ღირსეული. ამდენი დიპლომიანი ყავს ბოლო საქართველოში, აზმობოლებენ. ეს მართლა ეშპაკობაა, 500-ის ფერმერული საწარმო და არ ეთქვა მაინც. მათ შორის ესე აკეთებენ იტალიაშიც თავის დროზე, აი ესე აკეთებდნენ რა, ესპანეთშიც ესე გააკეთეს და იმაში ბრაზილიაში ესე არის დიდი ფერმერული, მაგრამ იქ 1000-ობით ჰექტარები აქვს. ჩვენ მცირე მიწიანი მაგრამ ვიღაცას 3000 ჰექტარი პერისა გია, ძალიან დიდი ციფრია რა. აი საძოვრები რო დაიყიდა ახლა კაპიკებში სამეფოში რა ამბებია. ბატონო დავით, 500 კაცს რო 1000 გექტარი მიც ეს არის 500,000 გექტარი. ხო წარმოგიდგენია. ეს უდიდესი ნაწილი არის სახნავის ათასი მიც. 1000 რომ მიც და თქვენ ამბობთ 3000 ერთ სუბიექტს. დიდი ციფრები აქვს რა. არის ეგ გორის რაიონში. მოგეუბნებ და ეგ არის ფეოდალიზმის ბატონყმობის აღდგენა. თუმცა მე უნდა გითხრათ რომ იცით თქვენ რომ ბატონყმობა საქართველოში მაშინ ეს არის კლასიკური ბატონყმობა, როგორც დასავლეთში იყო. ეს პატრონყმობას ეძახდნენ, იმიტომ რომ ურთიერთობები დაცლილია სოფლები. ახალგაზრდობა არ არის ეს ბებრები, მოხუცები, ის მუშაობენ 5 წელიწადში. ქმედი უნარიანები. ბატონ დავით, ოქტომბერში თუ არ გადაწყდა საქმე, გეუნებით რა. არც სოფელი გვექნება, არც ქალაქი გვექნება, ჩინელები იცხოვრებენ აქ. რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხო არ ვაზვიადებთ რა. ყველაფერი იქნება კატასტროფა, რეალური კატასტროფა იქნება. ეს არ არის არც გაბერილი და არც ისეთი რაღაცა. შეიძლება ჩვენს უყოლა დაგვიჭირონ ეს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.
ახლა გაჩეჩილაძე ციხეში ვიждები მე თუ სადმე გამაგურებენ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? თავარია ქვეყანა როგორი იქნება? ის თაობა, რომელიც იზრდება და რომელიც მოდის, აი ეს როგორ იცხოვრებს, იმას აქვს მნიშვნელობა და გადავწყვიტოთ რა, ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ ეს საკითხი. დავადგეთ განვითარების ნორმალურ ცივილიზებულ გზას. ძალიან ვთქვათ, მოსახლეობას ვთქვათ. დავანებოთ რაღაცა, იცით რა, ნუ დავიზარებთ, ნუ დავიზარებთ, ეს არის თავი რა. ეს გეტყვით რა, ეხლა დღეს ავატყოფოში ვიყავი მე და ის იყო დუშელი, ის იყო კაცი, ის კეთილი კაცი იყო, გამომეხმაურა რა შილიშვილის ვლანდების ოპერაციას უკეთებდნენ და დარწმუნებული ვარ წარმატებით გავივიდა ეს ოპერაცია და მე ვკითხე იცით რომ ხონდ სიძე ვარ მაგათი და აიო იციო ცოტანი რატო ვიყავითო დუშელებიო რატო მეთქი და თითქოს თელი ისა ახალგაზრდობა პრობაციონერები არის მე ვიცოდი თუ ამდენი იყო პრობაციონერი ბატონო დავით გვაქვს დრო 1-2 წუთი კაცო მე ერთი რამე აუცო ვერ გავიგე კაცო მაპატიეთ რა პოლიტიკურ სპექტს მიმართავ გარკვეულ ნაწილს რა ეს კაცი რო გამოდიზე ლაპარაკობსო დანაშაული შევამცირე ის თქვენ აგერ ოფიციალური მონაცემებია კაცო რა დანაშაული შემცირებაზეა ლაპარაკი 2003 წელს რეგისტრირებული დანაშაული იყო 17000 კაცი 2011 წელს არის 33000 კაცი აი და გაორმო რეგისტრ კაი დაუშვათ რომ ამბობდნენ რომ მაშინ კორუფცია იყო და რეგისტრაციაში არ ატარებდნენ და მოკლედ რაღაც ერთიაბა კი ბატონო დაუშვათ ესეთი რაღაც მაგრამ პატიმართა რაოდენობა რო ავიღოთ 6000 პატიმარი იყო 2003 წელში კაცო და 24114-ია ბოლო მონაცემები ციხეში სულ 24000 ადგილია ბატონო საწზის ეს ხალხი გამაგებინათ კიდე ამბობენ რომ ეს შემცირებული ციფრი არის ესა თუ დანაშაული არ ხდება ქვეყანაში ეს რა არის აბა ქურდობა გაინტერესე ხო 2003 წელში იყო აღრიცხული 6000 ქურდობის შემთხვევა 11400 ქურდობის შემთხვევა არის 2011 წელში კაცო არ შემცირებულა რა შემცირებაზე კაცო კაი თქვათ ის იტყუებოდა ის სტატისტიკა 11200 ქურდობაა დღეში გადაითვალეთ რამდენი ქურდობა არის კაცო დღის განმავლობაში კაცო რა დანაშაული შემცირებაზე მელაპარაკებიან აი ეს მერაბიშვილი გამოდის ეს გავაკეთე რა გამიკეთა რომ კარგია ეს პატრული მომწონს ძალიან და კაი ბიჭებიც არიან უმრავლესობა ზოგი რა თქმა უნდა როგორც ყველგან არ ვარ მაგრამ უმეტესობა კარგი ბიჭები არიან მაგრამ ეს რა არის აბა მითხარი რა კია ძიმე დანაშაული რომელიც მაშინაც რეგისტრაცია ხდებოდა ბატონო დავით 10000 იყო ძიმე დანაშაული 2003 წელში და არის 9100 ეხლა სად არის შემცირება არ არის შემცირება და ასე შემდეგ ეხლა ჟარდებულთა რაოდენობა რამდენი არ გაინტერესებთ რამდენს დადეს ესენი რომ მივიდნენ ჯარზე 2004 წლიდან 2000 134,000 ადამიანს. საქართველოში არის ჟავდებული 134,000 ადამიანი. თქვენ წარმოგიდგენიათ? და ესენი ახლა, ესენი ლაპარაკობენ იმაზე, კაცო, რა ქვეყანაა ეს? რა ქვია ამ ქვეყანას? ესე იგი რა, ეს არის პატიმართა ქვეყანა. რა კრიმინალური ერი ვარ. ხო. მე კი ახლა ვიცი, თქვენ იცით თუ არა, 350,000 პრობაციონერი არის 10% მოსახლეობის. რეალურად, მაგრამ მოსახლეობაში ახლა ბავშვები ხომ უნდა გამოვაკლოთ და ახანდაზმულები. საწახოს წარმოგიდგენთ. ხო და 20%-ზე, 20% როგორ შეიძლება ქვეყნის მოსახლეობის დამნაშავე იყოს? არა კი. მასე კი არ უნდა იან. სპეციალურად აკეთებენ. რამდენი ოჯახია საქართველოს? ხო, სხვა ეს ეგ არ ვარ. ოჯახებზე რო გადაიგებოთ, გამოდის 30%. ხო, საოცრება რომ მე-13. აი ეს არის ამათი გაკეთებული საქმე ბატონო დავით და ის გაშინების და დემოკრატიაზე და იმაზე რო ლაპარაკობ. ესენი ბატონო დავით ამ მონოპოლიურ სისტემას არ დაანგრევენ, ამაზე დგანა. აი იმიტომ უნდათ ამ მიწების ეს რო თქვა, მერაბიშვილმა რომ 500 კაცი უნდა შევქნაო ისაო. აი ეს ადგილობრივი ხალხი იქნება, ესა თქვა უნდა ეს გაბგებლები და რაღაცები, რომელსაც եղგნობიან, მაგრამ ცალკე ხო არის კიდე ეს მონოპოლისტური ბიზნესი. უზარმაზარი. აი მე გავიმეორებ თუ გვაქვს დრო, უბრალოდ ერთი წუთი. 3 წუთი გვაქვს. აი ეს სოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემები რო გამოქვეყნდა. კი, ფანტასტიკური 2011 წელს. კიდე, ეხლა გამოქვეყნდება კიდე. ბატონო დავით.
რა თუნდა ლაპარაკი, რომ ქვეყანაში იმ დღეს დისკუსიები ვისმინე, არ ვიცი თქვენთან იყო იმ ბარიერში თუ სხვაგან იყო, აღარ მახსოვს, აქ იჯდა თავხედურად ვიღაცა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და ამბობდა, რომ საქართველოში მონოპოლიური ბიზნესი არ არსებობს. რომ მოიწევთ ხოლმე იმ მეორე მხრიდან ექსპერტებს დამირეკეთ და მონაცემებს მე მივცემ, ბატონო დავით, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე რა. აგერ არის სოფლიო, აი გეუნებით ძმაო, ვინც ხართ დისკუსიაში. მე ვერ მონაწილეობ ამ დისკუსიაში, არ მიჯდებიან ეს ნაციონალები თუ არ პატიჟებიან, მე არ ვიცი, მაგრამ აგერ არის 2010 წელში, ბატონო დავით, ანტიმონოპოლიური, ესე იგი, მდგომარეობის შესახებ ქვეყანა იყო 125 ადგილზე, ესე იგი 2010 წელში. საქართველოს 125 ადგილზე და 2011-ში გადავიდა 135 ადგილზე. კიდევ უფრო მონოპოლიზებული გახდა? 139 ქვეყანაში. ხარ გავდა. 139 ბოლო ადგილზეა. რა თუნდა ამას ისა რა ქვია? ეს არის ყველაზე ობიექტური, ყველაზე, ესე იგი, ღირებული, ასე ვთქვათ, შეფასებები რა. აი საკუთრების, კერძო საკუთრების იმის, რა ქვია, დაცვის იმ 109 ადგილზე იყო 2010 წელში, 120 ადგილზე გადავიდა 2011 წელს. აუ, ძველია, კერძო საკუთრება საქართველოში, ხო? და ასე შემდეგ. აღარ გავიმეორებ ეს. აი ეს არის. ამიტომ ძმებო დისკუსიაში რო შედიხართ, ეკონომისტები იქნებით, პოლიტოლოგები იქნებით, რაღაცა გამოიყენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები ისინი, რა ქვია და იმიტომ რომ თავხედობას აღარ აქვს საზღვარი, ესე იგი, რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ და თავხედურად ყველა იტყუილებს ისე ლაპარაკობენ როგორც არაფერი რა. ეს არის შველა არის ოქტომბერში. ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ამაში ასაქმე. ერთადერთი არის საჭირო ავდგეთ ფეხზე, წავიდეთ არჩევნებში და მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ყველა ვისაც საარჩევნო უფლება აქვს. დანარჩენს პარტიები მიხედავენ დაცვასაც, ხმებისაც, რო არ გაყავდეს და ასე და ასე. ან მიხედავთ, გია და ან არა, ესე ადვილი არა, ხმების და. ვიცი რომ ადვილია, არა, ბრძოლა ბატონო დავით, აბა ეხლა როგორ ხმები. ხელი მოგიმართოთ, გია ბატონო, დიდი მადლობა რომ გესწრეთ.